აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მიზანია ინტეგრაციის ხელშეწყობა, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. მხარეებმა დევნილთა მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რათა იმერეთის რეგიონში დევნილთა საჭიროებები, გამოწვევები, მათი პრობლემები მყისიერად იქნეს გადაჭრილი და მათთან კოორდინაციაში უფრო ეფექტიანი იყოს ამ პრობლემების მოგვარება. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ იმერეთის რეგიონში დევნილების პრობლემატიკა, გამოწვევები, საცხოვრებელი პირობები და ვეცდებით მაქსიმალურად გადავჭრათ ეს პრობლემები. შეხვედრა უპირველესად ორიენტირებული იყო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ მუნიციპალიტეტების უფრო აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით ჩვენს დევნილ მოსახლეობას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.